ამას ხალხი ნახავს. ნახავს. ჩანს, რომ ადამიანი ფოტო აპარატებს მომარჯვებული და იღებს ფოტოებს. და თქვენ მაინც ამბობთ, რომ ის გზას კეტავს და არასრულებს ჟურნალისტურ მოვალეობას. იგი პასუხობს. რამდენი ადამიანი დგას? მეტი რითი უნდა დარწმუნდეთ, რომ ადამიანი ჟურნალისტია და იღებს. თქვენმა კოლეგამ ახსენა, რომ რასაც ჩამძახებენ, ის უნდა ამოვიძახოს სასამართლო პროცესებზე. კი, ზუსტად ეგ არის იურისტობა. რა უნდა გიპასუხდე ხან კითხვას? ქალბატონო თინეთი, გამარჯობა. რამდენიმე შეკითხვა გვაქვს თქვენთან, პუბლიკის ჟურნალისტი ვარ ნათია ამირანაშვილი. თუ შეიძლება რო ჩაგვეწეროთ. კითხვები მაქვს მარიამ ქავშფაიასთან დაკავშირებით, ჩვენი ჟურნალისტი არის, რომელიც გასულ კვირას დააჯარიმეთ თქვენმა უწყებამ ის აქციაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ვიდეოებშიც ჩანს და თავადაც ამბობდით, რომ ის მუშაობდა, იღებდა ფოტოებს და ცალსახად ჩანს კადრებში. თუ გინდათ გაგახსენებთ ასევე. თუ გახსოვთ მისი შემთხვევა, გახსოვთ კონკრეტულად, ხო? შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ დაჯარიმებულიყო. ასე ზოქმი იყო შედგენილი კონკრეტულ დღესთან მიმართებით, არ მახსოვს ზუსტად რომელი დღე იყო, თუ ავსებით თებერვლის რომელიმე დღე იქნება და ვიდეო ჩანაწერით დასტურდებოდა, რომ ქალბატონი მარიამი კეტავდა ტრანსპორტის სავალგზას და ამის გამო შედგა სამართალდამცავი ზოქმი. ხოლო უშუალოდ დაჯარიმების ანუ თქვენ კითხავს მისვათ დამასრულებინეთ ერთი წამით და გიპასუხეთ. მივიღე პასუხი, რომ ადამიანი ჟურნალისტი კეტავდა გზას. მე მინდა რომ მაჩვენოთ. სხვა კითხვა სხვა დამისვით. ხელი დაადოთ. სად კეტავს ადამიანი ჟურნალისტი? ეხლა მანამდე რო კითხვა დამისვით, იმას გიპასუხებ. რამდენი ადამიანი დგას? ვიცი, ანუ ჩემ წარდგენილი ვიდეოა. დიახ, ხო. მე მაინც მიგაჩნიეთ, რომ მარიამ ქავშფაია და ეს არის კონკრეტული, ეს არ არის წამით, ეს არის კონკრეტული კადრი, სადაც მარიამის სახე ჩანს. იდენტიფიცირების არის, მაგრამ ჩანს ასევე წარდგენილი ქონდა სხვადასხვა რაკურსის გადაღებული კადრი, სადაც ჩანს სრული პერიმეტრი პარლამენტის წინ. როგორც ტრანსპორტის სავალგზას, ასევე საფეხმავლო ბილიკი და იქ ჩანს, რომ მოქალაქეთა რაოდენობა, რაც კეტავს ტრანსპორტის სავალგზას, არ არის საკმარისი იმის, რომ გზა გადაიკეტოს ხელოვნურად. ბუნებრივად უკაცრავად. აი არ მეჩქარება. ეს კადრი არის სახის 50 წამიანი ვიდეო, ხო? სად კეტავს? ხო, განგიმარტეთ, ეს არის უშუალოდ კადრი. ანუ არ გაქვთ ყველა კადრი. ამ შემთხვევაში. მეორეც მაქვს 50. ხო, ეს არის, დიახ, ეს არის სრული პერიმეტრის სამსახველი კადრი. და ის სადაც ქალბატონი მარიამის 23 წამზე ჩანს. კი ბატონო, უბრალოდ მე მაყურებლისთვის განმარტავ, რომ 23 წამზე ჩანს სად ფოტოაპარატის ჩანს როგორი იღებს ადამიანი. ფოტოაპარატი უკეთია, თუმცა არ უკეთია ბეიჯი, რომელიც ადასტურებს ამას და ასევე არ ჩანს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ჩვენ წარმოგიდგინეთ შესაბამისი დოკუმენტები, რომ ის არის ჩვენი თანამშრომელი, რომ იყო ჟურნალისტი და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. თქვენ ჟურნალისტი მეტით რითი უნდა წარმოადგენთ? მომისმინეთ, ბეიჯის სტარების ვალდებულება არსად არ არის გაწერილი ჟურნალისტისთვის. თუ კონკრეტული სამართალდამცავი მოგთხოვს, რომ წარმოვადგინოთ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ეს გამომართოს. დღეს სასამართლომ გადაწყვიტა. სასამართლომ რა გადაწყვიტა, ეს ცალკე გავაშუქეთ. თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც ხედავთ, რომ ადამიანს ფოტოაპარატი აქვს მომარჯვებული. არა, ფოტოაპარატი ეკეთა. არა, იღებს კონკრეტულად ამას ხალხი ნახავს. ნახავს. და ჩანს, რომ ადამიანი ფოტოაპარატებს მომარჯვებული და იღებს ფოტოებს. და თქვენ მაინც ამბობთ, რომ ის გზას კეტავს და არასრულებს ჟურნალისტურ მოვალეობას. დიახ, არასრულებდა და ამიტომ ამბობდით. როგორ რა არის თქვენ ჟურნალისტურ მოვალეობის შესაძლებელი? როგორ აი, რასაც აკეთებთ, ხო თქვენ ამ წამს. ეს არის დიდი მადლობა. დიახ. ფოტოების გადაღება არ არის აქციაზე ჟურნალისტის. მათ შორის, მაგრამ ქალბატონმა მარიამმა თავის წარდგენილი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, სასამართლომ ხო შეაფასა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. თუ ქალბატონ მარიამს არ მოსწონს აღნიშნული გადაწყვეტილება, არის შესაბამისი პროცედურა, გაასაჩივრებს აპელაციო სასამართლოში, ყავს მშვენიერი წარმომადგენელი, ადვოკატი და მიხედავს ამ საქმეს. რა ვერ დაადასტურა მარიამმა? რა უნდა დავადასტურა? მარიამმა რა ვერ დაადასტურა? რომ ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები, ქალბატონმა მარიამმა წარადგინა. მტკიცებულება თქვენთვის არ არის ვთქვათ საკმარისი, რომ ჩანს ვიდეოში ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ წარმოვადგინეთ. თქვენ ხო უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ არის რაღაც მოქმედება სამართალ დარღვევა ან არა, შეადგინოთ ოპერატიულ მიმართած სასამართლომ შეაფასა. თქვენ არასწორად
თქვენ არასწორ ადრესატს ეკითხებით ამ კითხვას. რატომ თქვენ ხომ უნდა თქვენ მეკითხვა დამშეთ რატომ შედგა სამართალდღეობის ოქმი? იმიტომ შედგა რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონკრეტული მტკიცებულებებით ივარაუდა რომ ქალბატონმა მარიამმა ჩაიდინა სამართალდღეობა კონკრეტული მუხლით რაც არის ოქში მითითებული და ამის შემდგომ სასამართლო პროცესზე ჩვენც წარვადგინეთ ჩვენი მტკიცებულებები ქალბატონი მარიამის წარმომადგენელმაც ქალბატონმა მარიამმა წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებებში თქვენივე მტკიცებულებებში ვერ ხედავთ რომ ფოტოებს იღებს? ანუ რა ფოტოებს იღებს ადამიანი? ხო ფოტო ოპერატორი უჭირავს ხელში? იღებს. ანუ ჩამოკიდებული რო აქვს და ამიტომ. ასევე მის მიერ გადაღებული მასალები გამოვაქვეყნეთ ჩვენს პლატფორმაზე. მეტი რითი უნდა დარწმუნდეთ რომ ადამიანი ჟურნალისტია და იღებს. სასამართლო მიიღო უკვე გადაწყვეტილება. თუ ქალბატონ მარიამს არ მოსწონს კონკრეტული გადაწყვეტილება, სასამართლოზე არ გეკითხებით. თქვენ რატომ შეადგენთ სამართალდაღობის ოქმი? და 20-ჯერ რატომ იყენებთ შესაბამის საკანონმდებლო მექანიზმებს ჟურნალისტების დასასჯელად? ეგ არის თქვენი შეფასება. 5000 ლარიანი ჯარიმა არის ჟურნალისტების დასჯის მცდელობა და გონიათ რომ თქვენ ამით ვინმე შეაშინებთ და შემდგომ აღარ გავა ვინმე გადასახებად აქ. თქვენ რატომ გონიათ რომ ვინმე შეშინება უნდა? ერთი კითხვაც მაქვს ასევე წინაზე თქვენმა კოლეგამ მარიამ დოლიძემ ახსენა რომ რასაც ჩამძახებენ ის უნდა ამოვიძახოს სასამართლო პროცესებზეო. მე ვარ იურისტი. დიახ, იურისტის ვალდებულებებიც აკისრია, არ ვიცი იცის ანუ რასაც ჩაგძახებენ ის უნდა ამოვიძახოთ სასამართლო კი, პროცესზე. ზუსტად ეგ არის იურისტობა. თქვენც ასე მიგაჩნიათ ასე მოქმედებთ პროცესში დარბაზში რა შედიხართ? რა უნდა გიპასუხოთ ახლა ამ კითხვაზე? რაც გინდათ ჩემმა კოლეგამ რა გიპასუხათ, მე რატომ ეკითხები? და მე ჩემი კოლეგა ვარ ახლა? არა, მე მაინტერესებს თქვენც იგივე მიდგომით შემოდიხართ თუ არა, გიპასუხეთ ამ კითხვაზე? არა. შედიხართ თუ არა დარბაზში? არა, არ გიპასუხოთ ამ კითხვაზე.